პირველი რომ თალსახად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი თემა არის დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ შევადარებთ წინა პერიოდებს ერთ-ერთი წამყვანი საკითხია, იმიტომ რომ ყველა ინტერესდება რა ხდება საქართველოში. მე ვფიქრობ პირველ რიგში ეს გამოიწვია იმ უპრეცედენტო მასშტაბის პროტესტმა, რომელიც დღემდე მიმდინარეობს და მართლობა მართლაც ყველა პროტესტში მონაწილეს. იმ უპრეცედენტო მასშტაბის რაოდენობის პოლიტიკურმა პატიმრებმა, რომელიც დღეს საქართველოს ხავს და იმ უპრეცედენტო მასშტაბის მართლაც არჩევნების შედეგების манипуляციამ, რომელიც ქართულმა უცნებამ მოახდინა. Ცალსახაა რომ სრული მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან აქვს ქართულ ხალხს. Ცალსახაა ისიც და ჩვენ ხედავთ უკვე კონკრეტულ ქმედებებს და შემიძლია ღიად გითხრათ რომ ჩვენ უნდა ველოდეთ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან დამატებით ქმედებებს, რა თქმა უნდა, იმისთვის რომ საქართველოს დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას. აქ ყველა ადამიანს ერთი რამ ესმის, რომ რისთვის იბრძვის დღეს ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი იბრძვის დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის, დემოკრატიული სუვერენული საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს განვითარებისთვის, რომელიც ღირსეული წევრი იქნება ევროატლანტიკური სივრცის. ამიტომაც გვაქვს ჩვენ ასეთი მხარდაჭერა და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს ვაშინგტონში ფართო წარმომადგენლობა საქართველოს მხრიდან, ხაზს გაუსვავდი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს, ჩვენი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ვიზიტებს აქ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩამოიტანო გზავნილი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, რომ ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოში დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომ საქართველოში შეიცვალოს ივანიშვილის რეჟიმი, რომ საქართველოში დღეს არის თვითმარქვია რეჟიმი, რომელსაც არც ამერიკის და არც ევროპის მხრიდან აღიარება არ აქვს. გიორგი, რამდენად ეფექტურად ავსებთ თქვენ და თქვენი კოლეგები ქალბატონ სალომეს განსაკუთრებული მისი აკისრია ამ შემთხვევაში, აი იმ ვაკუუმს, რომელიც არის წარმოქმნილი ამ შემთხვევაში რეჟიმის სხვათა შორის დღესაც ითქვა და ხელახლა შეგვიძლია ხაზი გაუსვათ იმას, რომ სანამ დაასანქცირებდნენ, არც მანამდე იკლავდნენ თავს საქართველოს ეროვნული ინტერესების ლობირები და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხო, ეს ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის ნაწილი იყო, რომ საერთოდ შეუმჩნევლები გავხმდარიყავით რა და აი რამდენად ავსებს ამ ვაკუუმს პოზიტიურ ჭრილში ქართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების აქტივობა ვაშინგტონში და სალომე ზურაბიშვილის ის შეხვედრები, რომლებიც ვნახეთ. Ну, პირველი რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყოფნა დღეს ამ წუთას განსაკუთრებით, როცა მთელი მსოფლიოს ელიტა შეკრებილი არის ვაშინგტონში. რო გითხრათ ეხლა რომ ღიად თქვათ, რომ სულად შეიძლება ამ ვაკუუმის შევსება, შეუძლებელია, ამიტომ რომ ხელისუფლების რომელიც ოფიციალური იქნება და თუ ეს იქნება ლეგიტიმური წარმომადგენლებს სულ სხვა შესაძლებლობები აქვთ, ხო? ჩვენ რო ეხლა დემოკრატიული ხელისუფლება გვყავდეს, აქ იქნებოდა საუბარი უვიზო მიმოსვლაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, ინვესტიციებზე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. დღეს რაზეა საუბარი, ხო? დღეს საუბარია, რომ საქართველოს დაუბრუნოთ დემოკრატიული განვითარების გზაზე. ანუ აი აქ არის ძალიან დიდი მნიშვნელობა პრობლემა, ხო? ახლა წარმომადგენლობითი თვალსაზრისით ვაკუუმი ნამდვილად შევსებულია, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რა არის დღეს სადგავართ ივანიშვილმა უმძიმეს პირობებში ჩაგვაყენა, ხო? დღეს საქართველოზე აღარ საუბრობენ როგორც დემოკრატიულ ქვეყანაზე, დღეს საქართველოს აღარ არის და შეჩერებულია სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დღეს საქართველოს აქვს აბსოლუტურად სხვა პრობლემები, რომელთან მიჩვეული არ იყო არც დასავლეთი, არც ამერიკა, არც ევროპა, ხო, არავინ. თუ ადრე საუბრების დროს იყო როგორ უნდა გაუმჯობესდეს დემოკრატიული ვითარება, ახლა საუბარი არის რუსეთის გავლენებზე საქართველოში, საუბარი არის რუსულ სპეცოპერაციებზე, საუბარი არის დემოკრატიული სისტემის ხელყოფაზე, საუბარი არის პოლიტიკურ პატიმრებზე, საუბარი არის პროტესტზე, საუბარი არის ხელისუფლების მიტაცებაზე, საუბარი არის ძალმომრეობითი სისტემის ჩამოყალიბებაზე და აი ეს როგორ უნდა გადატეხოს საქართველოს პარტნიორების მხარდაჭერით. ჩვენ ხო გვესმის ახლა რომ რა თქმა უნდა დიდი გეოპოლიტიკური ასე ვთქვათ პროცესის ნაწილია ეს ყველაფერი რაც ხდება საქართველოში და ამერიკის მხარდაჭერის გარეშე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ავტორიტარული რეჟიმის ასე ვთქვათ საბოლოო დამარცხება ძალიან რთული იქნება, ხო? მაგრამ პირველ რიგში რაც მინდა ვთქვა, ხო, ხალხის ნებას ხედავს აქაური ასე ვთქვათ პოლიტიკური ელიტა, ხო, აბსოლუტურად ყველა და არა მარტო იგივე ეს ეგრეთ წოდებული think tank-ები, დიახ. აქ მაქვს ზუსტად კითხვა, ჩვენ ვიცით ცალკეული კონგრესმენების განწყობა ამ დროისთვის, რომლებიც განსაზღვრავენ შეიძლება ითქვას ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ და სამომავლო დამოკიდებულების წინასწარ ჩარჩოს ჩვენთვის, რას უნდა ველოდოთ შეერთებული შტატებიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სახელმწიფო
საერთო ინსტიტუტების ასე ვთქვათ ხანგრძლივი გამოცდილებით როგორ მუშაობს ეს სისტემა ჩვენ იოლად გამოსაცნობი იყო ისედაც რომ 20-დან არაფერი შეიცვლებოდა სასიკეთოდ ივანიშვილისთვის მაგრამ აი თუ დავაკვირდები ჯო ვილსონის რომელსაც რაღაცნაირად ჩაბარდა თითქოს საქართველოს საკითხი რომელმაც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ტრამპთან გადაღებული ფოტოც და თქვა რომ ტრამპს ესაუბრა ამ თემებზე ყოველ დღე სიახლეს ასე ვთქვათ გვაწვდის განწყობას გვაწვდის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ბოლო ასეთი იყო ძალიან მალე მადურო და ივანიშვილი მოსკოვში ასადის მეზობლები იქნებიან ეს ძალიან დიდ კონტექსტში საქართველოს საკითხის ჩასმაა ეს მუდმივად ამას გვეუბნება რომ ივანიშვილი ჩადგა ვენესუელასა და ასადის რიგში და მას იგივე ბოლო აქვს რაც აქვს ასადს მე მინდა ვიკითხო ეს რამდენად ჩამოყალიბებული განწყობა შეერთებული შტატების establishment-ში ვისაც თქვენ შეხვდით ამ ეტაპზე და როგორც პოლიტიკოსი რას ელით 20 იანვრის შემდგომ შესაძლოა ეს საკითხი საერთოდ არავიდეს ტრამპის დონემდე მაგრამ რამდენად გასაგები იქნება ეს ივანიშვილისთვის მოდი პირველი ვთქვათ რომ გვინდა თუ არ გვინდა 20 იანვართან დაკავშირებით სპეკულაციები შემცირდა მაგრამ ამ დრომდე რჩება ხო იმიტომ რომ ქართული ოცნება თავის მხარდამჭერებს რასაც ყვებავს არის რომ რაღაც თითქოს შეიცვლება და რაღაცნაირად მოხდება ურთიერთობის ნორმალიზება თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან რასაც მე გამოვრიცხავ პირდაპირ გეუბნებით იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა საუბარში, აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე წითელი ხაზია გავლებული თანამშრომლობასთანზე ივანიშვილთან, მის რეჟიმთან, თვითმარქვია რეჟიმთან და წარმოუდგენლად მიმაჩნია რაიმე შეიცვალოს ამ მიმართულებით. ახლა მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად სწრაფი და ეფექტური იქნება ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები. ნახეთ რა ხდება ჯო ვილსონის და სხვა ადამიანების სახით საქართველოს ხავს ძალიან კარგი მეგობრები, რომლებიც საქართველოს საკითხს აყენებენ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ სწრაფი ქმედითი ნაბიჯები იყოს საქართველოსთან მიმართებაში. თვითონ მადუროს იქნება თუ სხვა, ასე ვთქვათ, ვითარებაში ივანიშვილის საკითხის დასმა იმისთვის არის განპირობებული, რომ საქართველოს საკითხმა არ ჩამოიწიოს და იყოს მაღალ დონეზე განსახილველი, როგორც ეს თქვა სხვა შემთხვევებში არის. ეხლა ჩვენ ძალიან განსხვავდებით ვენესუელისგან იმით, რომ საქართველოში საზოგადოებას აბსოლუტურად მის უდიდეს ნაწილს აქვს განსხვავებული პოზიცია. დღეს თქვენი მყოფებით საქართველოში ჩვენ ვიმყოფებით ვენესუელისგან განსხვავებით, სადაც ოპოზიციური ლიდერები განდევნილი არიან ქვეყნიდან. და ერთი რამ ესმის დღეს, აი ესე ვთქვათ, ტერმინს ვიყენებთ ხოლმე, რომ ყველაფერი რაც შეიძლება გაკეთდეს, უნდა გაკეთდეს ახლა და აღარ უნდა გადაიდოს, ხო? Anything that can be done must be done now. ეს არის პრინციპი, რომელიც გვინდა რომ ასე ვთქვათ იყოს სახელმძღვანელო პრინციპი, იმიტომ რომ მოგვიანებით ეხლა ნამდვილად არავის ინტერესში არ არის და დარწმუნებული ვარ ასე არ იქნება რომ რაღაცა დევნილ ხელისუფლებას ესაუბროს ამერიკა და ასე შემდეგ. იგივე ბელორუსის შემთხვევაში საქართველო არის სხვა, ჩვენ ამას უხსნით რომ კი ერთ ასე ვთქვათ სპექტრში უნდა განიხილოთ, მაგრამ რეალობა არის განსხვავებული საქართველოში. საქართველოში გამარჯვების მიღწევა ხალხის აქტიური პოზიციიდან გამომდინარე არის გაცილებით უფრო მოკლე ვადაში შესაძლებელი, ვიდრე შეიძლება მოხდეს თქვა ვენესუელაში, ბელორუსში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში და ამაშიც გვეთანხმებიან ჩვენ, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენთვის ნომერ პირველი მეგობარი არის ამერიკის შეერთებული შტატები და აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროინტეგრაცია. შესაბამისად, ამით განსხვავდება თუნდაც სხვა ქვეყნებისგან, სადაც შეიძლება ავტორიტარული რეჟიმის ტიპის, ასე ვთქვათ, პრობლემები იყოს. თვითონ ამიტომაც არის ჩვენი, ასე ვთქვათ, პირისპირ შეხვედრებს, ამიტომა გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ საუბრებს სხვადასხვა ფორმატებში, სხვადასხვა ძალიან ბევრი პარალელური ღონისძიება არის ინაუგურაციასთან ერთად. ძირითადად არის მიღებები, სადაც სადისკუსიო თემებია გამოტანილი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მე მიხარია, რომ ასე ფართო წარმომადგენლობით არის ახლა საქართველოს ვაშინგტონში, იმიტომ რომ იმდენი პარალელური ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველგან იყოს საქართველოს საკითხი, იმისთვის რომ ყურადღებაც იყოს მაქსიმალური საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ პირველი ჩვენ უნდა ველოდოთ მკაფიოდ იმ სასანქციო პოლიტიკის გაგრძელებას, რაც არის, ჩვენ უნდა ველოდოთ ძალიან მკაცრ ნაბიჯებს, მკვეთრ ნაბიჯებს, დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება ამაში ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული გეპი, სანამ ჩართვაზე ხავ და ზუსტად აგრძელებდით მაგ თემას, მაგრამ მინდა ამ კუთხითაც თქვენი აქცენტი მოვისმინო. თქვენ ამბობთ, რომ უნდა ველოდოთ სანქციებისგან, მათ შორის გასულ კვირას სიახლე იყო ბრიტანეთის კანონმდებლთა
ჯგუფის მიერ უკვე ფაქტობრივად ინიცირებული მოთხოვნა აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ივანიშვილისათვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით და ხა ყველა მივაქციეთ ამას ყურადღება ეს სანქციები რომელი ქვეყნიდან აღარ მოდის ახლა უკვე მაგრამ ბრიტანეთ თავისთავად სხვა წონაა მაგრამ რეაქცია რომელიც ჩვენ ვნახეთ ივანიშვილის და ქართული ოცნების მხრიდან აშკარად მეტყველებს იმაზე რომ რაღაც განსაკუთრებულად ეტკინათ ყოველ შემთხვევაში ძალიან მძიმე მოლოდინი აქვთ მე თავად აი ამ ტექსტის შინაარსზე საუბარს არ დავიწყებ ამაზე ალბათ მე მიშა ფელეტონს დაწერს ცალკე მაგრამ თქვენი მონაცემებით და ინფორმაციით და ცოდნით რომელიც გაქვთ რა ტიპის საფრთხეები ამოუტივტივდა ეხლა კიდევ უფრო ძლიერი ივანიშვილს როცა ბრიტანეთის მხრიდან სანქციებზე მკაცრ სანქციებზე საუბარი დაიწყო დახეთ ბრიტანეთის შემთხვევა კიდევ უფრო მძაფრი იმიტომ არის ივანიშვილისთვის რომ არ მისი კომპანიების დიდი ნაწილი და მისი გარემოწვის აი სიას გახსენებთ რომელიც ამერიკის ხმამ გაავრცელა ხო სავარაუდო სასანქციო პირთა ძალიან ბევრი დიდძალი ქონება არის სწორედ ბრიტანულ იურისდიქციაში მათ შორის ტელეკომპანია იმედი მაგალითად ხო არის ბრიტანულ იურისდიქციაში ასევე კომპანიები რომლებიც მართავენ საქართველოში მის ბიზნესებს მისი გარემოცვის ბიზნეს პარტნიორების ბიზნესებს ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე გაგახსენებთ რომ ბრიტანეთმა პირველი სასანქციო სია რო გამოაქვეყნა მაშინ თქვა რომ ის იქნება ამერიკასთან თანხმედრაში მიიღებდა გადაწყვეტილებებს. ხო, ანუ ამერიკასთან კოალიციურად, ანუ ერთობლივად მიიღებდა სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს და ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ამის ნაწილია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანელმა პარლამენტარებმა ეს წამოწიეს. მე მქონდა კიდეც საუბარი ბრიტანელ პარლამენტარებთან, ასე ვთქვათ, მიმოწერა მქონდა, ჩვენ ვაპირებთ იცით რომ 27-დან ევროსაბჭოზე ასე ვთქვათ პასეს ხდომაზე ვართ მიწვეული დავესწრებით სხვადასხვა ფრაქციების შეხვედრებს ალდეს ფრაქციაზე ვართ მაგალითად მე ზურა ჯაფარიძე და სხვაები მიწვეული და ცალკე შეხვედრა გვექნება ბრიტანელ პარლამენტარებთან რომლებთანაც გვექნება საუბარი სწორედ როგორ უნდა დაჩქარდეს ბრიტანეთის მხრიდან ეს მოქმედებები. ზოგადად ბრიტანეთი არის ქვეყანა რომელიც ნაკლებს ლაპარაკობს და მეც აკეთებს ხოლმე რა და ამით გამოირჩევა მისი მიდგომა. მას აქვს ძალიან კაფეო პოზიცია რუსეთთან მიმართებაში ბრიტანეთს აქვს ძალიან კაფეო პოზიცია უკრაინის საკითხებთან მიმართებაში, დემოკრატიის განვითარებასთან მიმართებაში და ღიად ვიტყვე თქვენ არაერთხელ ბორის ჯონსონს პირადად ხარი დაუჭერია საქართველოსთვის, საქართველოში ეს არჩევნების წინაც იყო და შესაბამისად რა თქმა უნდა მათი მხრიდან ჩვენ უნდა ველოდოთ ნაბიჯებს. ანუ ამერიკის და ბრიტანეთის პარალელური ნაბიჯები ერთმანეთთან სინქრონში მოყვანილი ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ეს ადამიანები მოკვეთილი იქნებიან ცივილიზებული სამყაროსგან, სადაც მათ ფული აქვს, სადაც ინახავენ თავის დიდძალ ნაკურდალს, სადაც აქვს მათ ბიზნესები რეგისტრირებული, საიდანაც მართავენ საქართველოში კომპანიებს. ყველაფერი ამაში ექნება პრობლემა, ანუ ყველაფერი ეს გადაეკეტებათ, ხო? მათი ოჯახის წევრებს, აბსოლუტურად ყველას მათთან დაკავშირებულ ადამიანს, ვერც ერთ კონტრაქტს ვერ გააფორმებენ, ვერც ერთ ბიზნეს საქმიანობას ვერ წარმოიწყებენ. ფაქტობრივად ბრიტანული და ამერიკული ასე ვთქვათ იურისდიქციები განაპირობებენ თელ მსოფლიოში ჩაკეტვას ნებისმიერი ისეთი ადამიანის როგორიც არის ამ შემთხვევაში ივანიშვილი და ამ შემთხვევაში ქართული ოცნება. ამიტომ რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ ამაზეც გქონდა საუბარი და გვაქვს საუბარი აქაც გქონდა რამდენიმე ასე ვთქვათ ბრიტანეთის წარმომადგენლები ბევრი არიან ვაშინგტონში აქაც იყო გარკვეული ასე ვთქვათ მიღებებზე საუბარი მათთან და ასევე მე გეგმავ რომ ბრიტანეთში მექნება მე თვითონაც ვიზიტი სადაც უშუალოდ ვისაუბრებთ ამ თემებზე. კიდევ ერთხელ ხას მინდა გავუსვარო. უშუალოდ ვაშინგტონში ვიზიტთან დაკავშირებით რამე ხო არ გაქვთ დასამატებელი და დაგამშვიდობებით დიახ. არა მე ერთი რამ მინდა ვაშინგტონიდან ქართულ ხალხს და საზოგადოებას უთხრა ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს ერთი განსხვავებული აზრი ხას უსვავ ერთი განსხვავებული აზრი არ მომისმენია ვაშინგტონში ერთი ადამიანი არ შემხვედრია რომელიც განსხვავებულად იფიქრებდა ყველა ფიქრობს რომ ივანიშვილის რეჟიმი არის რუსეთთან დაკავშირებული რეჟიმი ივანიშვილის რეჟიმი არის ანტიდემოკრატიული რეჟიმი და ივანიშვილის რეჟიმის საქართველოს განთავისუფლებაში ქართულ ხალხს ჭირდება სრული მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან ამიტომ უნდა ველოდოთ არ იქნება ეს გეფი ეგრეთ წოდებული ჩემი აზრით ასე ვთქვათ წყვეტა ამ ნაბიჯებში რაც არის ამერიკის მხრიდან და უნდა ველოდოთ უფრო და უფრო მკაფიო და მკვეთრ პოზიციებს ჩვენი მეგობრების მხრიდან